მოგესალმებით მეგობრებო, დღეს საუბარი გვექნება გერმანიაში ტექდათვალიერების გავლაზე და თუ რა არალოგიკური პრობლემები შეიძლება შეგექმნათ ამა თუ იმ სიტუაციაში. ამ ვიდეოს გადაღება იმიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემი ცუდი გამოცდილება, ასე რომ ვთქვათ, თქვენ და სასიკეთოდ გამოიყენოთ თუ მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდებით. მოკლედ, რაშია მეგობრებო საქმე? მე მყავს ამ წუთას ამ მანქანაში, რომელშიც ვზივარ, ტიგუანი 2013 წლიანი და მივედი ტექდათვალიერების გასავლელად წინა კვირას. დღეს არის შაბათი, წინა შაბათს ვიყავი მისული 5 ივლისს. და მოკლედ მივიყვანე მანქანა. ხაზ გავავლებ იმას, რომ მე ყოველთვის მანქანა აბსოლუტურად მყავს ტექნიკურად მოწესრიგებული, არ არსებობს ჩემს შემთხვევაში, ჩემს მანქანას როდესმე რამე პრობლემა ჰქონდეს, ყოველთვის ეს პრობლემა მოგვარებული არის. უბრალოდ მე ღამე არ დამეძინება ისეთი ტიპი ვარ, რაღაცა პრობლემური მანქანით რომ ვიარო, სანამ ეს პრობლემა შეექმნება მანქანას, მე მანამდე მოგვარებული მაქვს უკვე ეს. ამით უბრალოდ იმაზე მინდა ხაზის გავლება, რომ ყოველთვის ჩემი მანქანა ტექნიკურად მოწესრიგებულ მდგომარეობაშია. მივედი ტექდათვალიერებაზე, გადავიხადე 158 евро, 2 წლიანია ტექდათვალიერება რომ იცოდეთ გერმანიაში, ახალ მანქანაზე ნული გარბენით, როდესაც ყიდულობთ მაღაზიიდან, მაშინ აქვს 3 წელი, ხოლო შემდეგ ყოველთვის, ყოველ 2 წელიწადში ჭირდება ტექნიკური დათვალიერება. გადავიხადე ანუ ეს ღირებულება, რაც გადასახდელი იყო 158 евро, ველოდე გამოდის ტექდამთვალიერებელი და მეუბნება, რომ იცით რა, თქვენი მანქანა არის იდეალურ მდგომარეობაში ტექნიკურად, მეუბნება ყველაფერი გამართული გაქვს, მაგრამ თქვენ ვერ მიიღებთ ტექდათვალიერებას. რატო? რა პრობლემაა? მე უთხარი, რა ხდება? თუ ყველაფერი წესრიგში მაქვს, რატო ვერ მივიღებ? იმიტომ რომ თქვენ არასტანდარტული დისკები გიყენიათო. და ეხლა გაჩვენებთ რა დისკები მიყენია მანქანაზე. ამ ტიგუანს უყენია ზაფხულის ეს 19-იანი დისკები, ხოლო 16-იანები არის ზამთრის. და უბრალოდ თქვენ რომ არ იფიქროთ, რომ ეს ჩემი დაყენებული დისკებია, სადღაც ვიღაცისგან ვიყიდე და დავაყენე მე, იმიტომ რომ მინდოდა ასე და მომწონდა, ასე არ არის. ეს დისკები მოყვებოდა ამ მანქანას ცენტრიდან, მაღაზიაში, როდესაც იყიდებოდა ეს მანქანა, სულ ახალი რო იყო, ნული გარბენით. Volkswagen-მა გაყიდა ამ დისკებით და ზამთრის 16-იანი დისკები მოყვებოდა. ანუ იმის თქმა მინდა, რომ პირადად ვიღაცისგან არ არის ნაყიდი, ვიღაცასთან არ მივსულვარ და არ მიყიდია ეს დისკები და არ დამიყენებია ამ მანქანას მოყვებოდა ქარხნულად ეს დისკები ცენტრიდან. მანქანა არის 2013 წლიანი, ანუ 12 წლის არის. 12 წლის განმავლობაში დაახლოებით ასე 5 ჯერ იყო მანქანა ტექდათვალიერებაზე. არასოდეს არსად არანაირი პრობლემა არ ქონიათ ამ დისკებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ თავისი დისკები არის ამ მანქანის. ტიგუანებს ძალიან ბევრს უყენია ეს დისკი აქაც გერმანიაში, იმიტომ რომ მოყვებოდა ქარხნულად. და ეხლა ეს მეუბნება ტექდამთვალიერებელი, თან ვიღაცა ახალგაზრდა ბიჭი არ იყო, რომ რაღაც გამოცდილება არ ქონდა, 60 წლის კაცი. ვიცი ამ ქალაქში უკვე 10 წელია ვცხოვრობ და ვიცი რომ დიდი ხანია მანდ მუშაობს, იმიტომ რომ სახეზე ვიცნობ. და მეუბნება რომ არა ვერ გაივლი ტექდათვალიერებას, რადგანაც ეს დისკები ამ მანქანის არ არის. 2 წლის წინ ვიყავი ზუსტად მაგ ფილიალში ტექდათვალიერებაზე და ზუსტად მანდ გავატარე ამ დისკებით, ეს ეყენა ამ მანქანას ზედეს დისკები, ისე გავიარე ტექდათვალიერება. და არავის არაფერი არ უთქვამს. არც მანამდე. სხვა ტექდათვალიერებაზე. მაგრამ მე გეუბნებით 2 წლის წინ ზუსტად მაგ ფილიალში არანაირი პრობლემა არ უთქვათ რა, არანაირი რაღაც პრობლემა არ ქონიათ ამ დისკებთან დაკავშირებით და ლოგიკურიც იყო და ეხლა მეუბნება რომ არ გამიტარებს ტექდათვალიერებას, იმიტომ რომ სპეციალური დამოწმება მჭირდება. გერმანიაში მე ადრესი თქვენზე ბევრჯერ მაქვს ნაჩვენები, აი ასეთი Fahrzeug Schein არის, ეს არის ტექპასპორტი, ასე რომ ვთქვათ მანქანის. და ამაში უნდა იყოს შიგნით ჩაწერილი ეს დისკები, მეუბნება.
ან კიდევ დამოწმებული უნდა იყოს ცალკე ტექნათვალიერების მიერ ყველანაირ საბუთები ამ დისკების უნდა წარუადგინო, შემდეგ ეს უნდა ჩაწერონ, ეს ის თავიდან უნდა მივიდე, კიდევ თანხა გადავიხადო გადამოწმების და მოკლედ რომ ვუთხარი რომ ახსნა დაუწყე რომ 2 წლის წინ იგივე თქვენს ფილიალში მეთქი ვიყავი და უპრობლემოდ გამიტარეს ტექნათვალიერება, არც მაცალა დამთავრება არც მალაპარაკა ეგრევე მითხრა რომ არ მაინტერესებსო თან ასე უხეშად მომმართა რომ არ მაინტერესებსო მე ამ წუთას ვხედავ რომ მანქანას არ შეესაბამება ისეთი დისკები უყენია ამიტომ ტექნათვალიერებას ვერ მიიღებო მოკლედ ჩხუბს აზრი არ ქონდა ძალიან გაუბრაზდი ძალიან გაუბრაზდი და წამოვედი გადავწყვიტე რომ დამეყენებია თავისი რა ეს დისკები მაგრამ 16-იანები ის დისკები რომელიც მაქვს ზამთრის და იმ საბურავებით წავსულიყავი შემდეგ კვირას იმიტომ რომ იმით უკვე უეჭველი უნდა მომცეს იმიტომ რომ აქ ჩაწერილი არის რა თალკე ზამთრის დისკები მოკლედ ვიფიქრე და მეც ცოტა ვირზე შევჯექი ასე რომ ვთქვათ და გადავწყვიტე რომ არა რატომ უნდა დავაყენო მე მაინც ის დისკი როდესაც ეს დისკიც მისია და არ მიტარებს უბრალოდ ტექნათვალიერებას მაგრამ აი ვერაფერს ვერ გახდებით ეხლა შეხედეთ მეგობრებო რაშია საქმე აი აქაც უწერია აი რო ნახოთ რომ მე არ ვიგონებ არაფერს თქვენს არწმუნებული იყოთ აი 5 ივლისს 2025 წელს მივედი აი გარბენი აი მანქანას რამდენი აქვს აი 100.000 გარბენით 100.200 გარბენით მივედი ამადამ დღეს და ყველაფერი წესრიგში აბსოლუტურად აქ წერია დამუხრუჭება წინა საბურავების უკანა მოხრუჭების ხელის მოხრუჭის ყველაფერი იდეალურად არის ყველაფერი წესრიგშია აი რომ ნახოთ 158 ევრო გადამახდევია და აქ წერია რომ არ არის შესაბამისი ისეთი დისკები აყენია ავტომობილზე აი აქ სხვა კიდევ საბუთები ამომიბეჭდა რომ ზუსტად ისეთი ანუ საბუთები უნდა მქონდეს უნდა წარუდგინო რაც აქ უწერია როგორიცაა ეს დისკები ეს ის მთელი ამბები მოკლედ ეხლა ნახეთ მეგობრებო რა ხდება აი აქ არის ახლა საბუთი რომელშიც ეს დისკები უკვე ახლა ჩაწერილი არის და შემდეგ ამ საბუთით, როდესაც მიხვალთ საპატრულოსავით აქ რაც არის ეგრეთ წოდებული ცულასუნგშტელე, აი ამაში ჩაგიწერენ, აი ამ ფარცოიშაინში ჩაგიწერენ შემდეგ აი ამ მონაცემებს დისკებისას. რო შემდეგ აი ესეთმა იდიოტმა პრობლემა არ შეგიქმნა სადღაც. ეხლა ნახეთ ეს საბუთი ხომ აქვს. ამ საბუთის გარდა კიდევ ითხოვს აი დისკების აი ამ საბუთს. აი აქ ყველაფერი არის ჩაწერილი. ეს Volkswagen-ის დისკი კია, მაგრამ ბორბეტის წარმოებული არის. ბორბეტი მოგეხსენებათ ეს ცნობილი ფირმა დისკების წარმოებელი. აქ ყველაფერი წერია. ნომერაციით, ეს ნომერაციაც უნდა ემთხვეოდეს იმან რაც მოითხოვა იმას. ეს ყველაფერი, ნახეთ, 2 დღე ვეძებდი ამ საბუთებს, რომ ეს ამომებეჭდა, რა ვიცი სხვა დისკებზე იოლად უპოულობ ხოლმე და ეს ამ შემთხვევაში არ ვიცი რატო იყო ასე რთულად, მაგრამ აი ეს ვიპოვე, აი ეს ამოვბეჭდე. ეს უნდა დავადო ეხლა Z. ეს თავისი იდიოტის ამობეჭდილი რაღაცეები რაც არის და ეხლა მივიდეთ და საინტერესოა მოგცემენ თუ არა ტექნათვალიერებას ეხლა მომცემს საბუთს თუ არა ერთი თვე მაქვს ვადა წინა კვირიდან 5 ივლისიდან ანუ 5 აგვისტომდე მაქვს ვადა რომ გამოვასწორო ეს პრობლემა წინააღმდეგ შემთხვევაში შემდეგ პრობლემები შემექნება კიდევ უფრო მეტი თანხა მექნება გადასახდელი ანუ ეხლა ნახეთ 158 ევრო გადახდილია ეხლა მივალ კიდევ უეჭველი მინიმუმ 50 ევრო იქნება მეტი თუ არ იქნა გადასახდელი მე ასე ვფიქრობ ეს თანხაც უნდა გადავიხადო და ვნახოთ ეხლა მომცემენ თუ არა ამ საბუთების კვალობაზე ანუ თუ ეს საბუთები ეყოფათ ასე რომ ვთქვათ თუ მეტყვიან რომ უნდა წავიდე საპატრულოში და ჩავწერო კიდევ ამ ქაღალდში და უბრალოდ ჩემი რჩევა იქნება მეგობრებო, როდესაც აი ესე რაღაცა საბუთები გაქვთ და რაღაცა ჩასაწერი გაქვთ, ან რაღაცა უეჭველი წახვიდეთ ცულასუნგშტელეში გერმანიაში, ანუ როგორც საპატრულო საქართველოში ისე და უეჭველი აქ ჩააწერიოთ, სანამ ვიღაცა იდიოტმა რაღაცა გადაიფიქრა. ეხლა მივიდეთ და ვნახოთ აბა გამიკეთებენ თუ არა ტექნათვალიერებას. აი მოვედით მეგობრებო აგერ თითქმის იდიოტების ბუდეში
რომლებიც საერთოდ არაფრისგან პრობლემებს ქმნიან. გავაჩეროთ აქ. ვნახოთ ახლა რა გამოვა ამ ყველაფრისგან. აი კიდევ რისი ჩვენებაც მინდა მეგობრებო, ეს ჩაწერა, ამ დისკების ჩაწერა კიდევ ცალკე აი ეს საბუთი, რომ დაგიმოწმონ 47 евро არის გადახდილი ამაში და კიდევ რომ ვთქვი რომ ზუსტად ამ ფილიალში ვიყავი მეთქი მოსული, მაგის და სამოწმებლად მაქვს კიდევ აგერ. მაშინ აი მაშინ 139 евро გადამიხდია 2 წლის წინ რო ვიყავი, ახლა 158-ია განხდარი, ყველაფერი ძვირდება. აი ზუსტად პირველ მე-6-ში ვყოფილვარ 2023 წელს მოსული, ზუსტად 2 წლის წინ, მაშინ მქონია 57000 კილომეტრი აგერ წერია. არ ვიცი, არაფრის გამო ქმნიან პრობლემებს, არაფრის გამო უბრალოდ არაფერ შუაში რო არ ახარ და შარში ხვევენ. თორე მე ძალიან კანონმორჩილი და მოწესრიგებული ადამიანი ვარ იმ მხრივ რომ რაღაცა თუ ჩასაწერია, რაღაცა თუ გასაკეთებელია, რაღაცა თუ არ არის ისე როგორც საჭიროა, კი ბატონო, არ არის პრობლემა, მე ხმას არ ამოვიღე, მაგალითად ჩემს BMW-ზე მე საერთოდ სხვა დისკები მიყენია, არა ორიგინალი, ზამბარები, რაღაც დაბლა დაწეული თუ რაღაცა, ეს ყველაფერი საბუთები მოწესრიგებული მაქვს, ყველა საბუთები ჩაწერილი მაქვს, ყველაფერი მანქანაში დევს და როგორც საჭიროა, გასაკეთებელია ყველაფერი, ისე მაქვს გაკეთებული, მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც ყველაფერი ორიგინალია და არანაირ საბუთს და დადასტურებას არ საჭიროებს, აი ამ შემთხვევაში ვერ ხვდები უბრალოდ აი რის გამო ქმნიან პრობლემებს. ხოლო იმ BMW-ზეც იყო ბევრი სხვადასხვა პრობლემა. თუ დაგაინტერესებთ მსგავსი ტიპის ვიდეო, შემიძლია იმ მანქანაზეც შემდეგ მოგიყვეთ, როდესაც შეცვლა ხდება უკვე მანქანაში რაღაცეების თუ რა უნდა გააკეთოთ ამ შემთხვევაში. მოკლედ შევიტანე ხა ამ საბუთებს და ვნახოთ ეს არანორმალურები რა სიტყვიან. მოკლედ მეგობრებო, გამოვედი ახლა ამათგან და სიმართლე გითხრათ, უმტკივნეულოდ არ ჩაუვლია, რომ ეგრევე მოეცათ საბუთი, რომ მანქანამ ტექდათვალიერება გაიარა. არამედ ისევ გამოვიდა მეორე იდიოტი ვიღაცა და მეუბნება, რომ ეს ყველაფერი, როგორც გითხარით, აი ეს ეგრეთ წოდებულ Fahrzeug Schein-ში აქ უნდა იყოსო ჩაწერილიო. თორე ისე არ გაგიკეთებო. და მოკლედ ისევ არ აკეთებდა რა. მე ამ ქალაქში ძალიან ბევრ ადგილას ყველას ვიცნობ, სადაც მანქანებთან დაკავშირებით რაღაცა არის, ანუ მანქანების ისე პროფილაქტიკებია თუ ტექდათვალიერებაა თუ ასე შემდეგ, რადგანაც მე სადაც მუშაობდი ადრე Mitsubishi იქ მოდიოდა ხშირად ბევრი სხვადასხვა ტექდათვალიერებელი. იქ მოკლედ არ აქვს მნიშვნელობა და ვნახე აქ ერთ-ერთი ნაცნობი ტექდათვალიერებელი და წარმოიდგინეთ მანქანას ყველაფერი წესრიგში აქვს, საერთოდ ყველაფერი წესრიგში აქვს და ნაცნობობით უნდა გამეკეთებია და აი ნაცნობობით უბრალოდ მივედი და ვუთხარი რომ გასაკეთებს ვუთხარ შენი თანამშრომელი რა უბედურება, ყველაფერი საბუთები მაქვს, ეს ის გამიკეთოს, მეთქი გამოვიდა, შეხედა დისკებს, ხო კარგიო, ასედაც გამოვაო, ეს ის და მოკლედ გამოვიდა. ნაცნობობით ყველგან ყველაფერი გამოდის მეგობრებო და საჭიროა ყველგან კონტაქტები. მაგრამ უბრალოდ ამ შემთხვევაში ეს სრულიად არალოგიკური შემთხვევა იყო. 20 евро დაჭდა, როგორც გითხარით, მინიმუმ 50 ეღირება მეთქი, იმიტომ რომ წინაზე მე ადრე ვარ ნამყოფი და რაღაცას 50 ევრომდე იყო თუ მეტი 60. ამ შემთხვევაში არ ვიცი რატომ მოხდა ასე, 20 евро გადამახდევიეს მხოლოდ და გამოვიდა რომ ეს ტექდათვალიერება, ანუ წინაზე 160-მდე იყო, ეხლა 20 სადღაც ასე გამოვიდა 180 евро დაჭდა. და პლუს დრო, ნერვების მოშლა და ხასიათის გაფუჭება რა. მოკლედ მეგობრებო, ასე რომ პირდაპირ ეგრევე ჯობს რომ ჩააწერიოთ ეს ყველაფერი საბუთებში. მე კი დღეს ამით დაგემშვიდობებით მეგობრებო და გისურვებთ ყველგან წარმატებებს, რომ თქვენ მსგავსი პრობლემები და თავის ტკივილი არ გქონოდეთ. კარგად ბრძანდებოდეთ.